კახეთის ყოფილი გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის რიგით 29 სასამართლოს სხდომა დღეს გაიმართა. პროცესზე ბრალდებულმა საქმეზე მტკიცებულებების დართვის სახით შუამდგომლობა დააყენა, რომელიც კახეთის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაჯილდოების შესახებ ინფორმაციას ასახავდა და სიბაშვილზე გაცემულ სახელმწიფო ჯილდოებს ადასტურებდა. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მასალების საქმეზე დაურთო არა როგორც მტკიცებულება, არამედ როგორც პიროვნული მახასიათებელი ფაქტები. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა ერთი მოწმე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც სუვენირების ეპიზოდთან დაკავშირებით ჩვენება მისცა. ბრალდების მხარემ შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. მორიგი სასამართლოს სხდომა კი 9 ივლისს ბოლო მოწმის დაკითხვით განახლდება. სასამართლომ განიხილა აღნიშნული შუამდგომლობა და ის საქმეზე დაურთო როგორც პიროვნების მახასიათებელი და არა როგორც მტკიცებულება. გარდა ამისა დაიკითხა მოწმე, რომელმაც თავის დროზე, რომლის პატაკის საფუძველზე აღიძრა შუამდგომლო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომ თურმე სუვენირები შეძენილი იქნა არამიზნობრივად, მაგრამ ფაქტია, რომ არცებითი განხილვის პერიოდშიც და დღევანდელი ჩვენებითაც დადასტურდა, რომ სუვენირები არამიზნობრივად არ შეძენილა, უბრალოდ სისულელია, რომ აქ საერთოდ არამიზნობრიობის თემა განიხილო.